ქვეყნის მასშტაბის ნაწილზე უხელმოსულმა თოვლმა პრობლემები შექმნა გუდაური კობის მონაკვეთზე მისაბნელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიგრძალა. თოვლი მოვიდა თბილისის შემოგარენშიც. ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილსერვის ჯგუფის ტექნიკამ გზების გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო. სინოპტიკოსები დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას კიდევ 2 დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე დედაქალაქსა და რეგიონებში და რა რეკომენდაციებს აძლევენ სპეციალისტები მძღოლებს. ნახეთ მარიამ აფცეაურის რეპორტაჟი. ყობიგუდაურის მონაკვეთსა და თბილისის შემოგარენში გზების გაწმენდა წუხელ დაიწყო. სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრობლემებს მომზადებულები დახვდნენ და მოძრაობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. შექმნილი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დაწესებულია შეზღუდვები გუდაური კობის მონაკვეთზე, სადაც ამ ეტაპზე აკრძალულია მისაბნელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება როგორც ამ მიმართულებით, ასევე ყველა დანარჩენი მიმართულებით. ღამის 4 საათიდან იყრებოდა ტექნიკური მარილი და იწმინდებოდა გზები წყნეთში, კოჯორში, ტაბახმელაში, წავკიში, ბეთანიასა და კიკეთში. თბილსერვის ჯგუფში ამბობენ, რომ ზამთარს სრულიად მომზადებულები ხვდებიან. თბილსერვის ჯგუფის სამსახური ადგილზე რჩება კოჯრის ტერიტორიაზე, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ თოვა შეიძლება გაგრძელდეს. ასე რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება გადაადგილებასთან დაკავშირებით. ტექნიკური მარილით სრულად არის საკმარისი წლევანდელი ზამთრისთვის. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ტექნიკური მარილის დაყრა ავტომობილებსა და გზას აზიანებს და უმჯობესია მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოები ტარდებოდეს. მარილიან თოვლზე მოძრაობის შემდეგ აუცილებელი არის ყოველთვის ცხელი წყლის ჭავლით დამუშავება მანქანის, რადგან კოროზია არ განიცადოს მანქანამ და აი ეს ნაკლებად ხდება და ალბათ სასურველი იქნებოდა მძღოლების მიერ ამის გათვალისწინება. საავტომობილო სფეროს სპეციალისტი იმასაც ამბობს, რომ მძღოლების 70% ზამთარს მოუმზადებელი ხდება. ის მოქალაქეებს უსაფრთხო გადაადგილებისთვის რეკომენდაციებს აძლევს. პირველ რიგში ეს არის ის, რომ შემოწმდეს აუცილებლად საბურავები, შესაბამება თუ არა ზამთრის სტანდარტებს. მეორე ეს არის ანტიფრიზი, რომელიც აუცილებელი არის, რათა ყინვების შემთხვევაში ძრავა არ გაიყინოს და არ გაუფუჭდეს. ასევე აუცილებელი არის თითოეულმა მომხმარებელმა, რომელიც შორს მანძილზე მიდის, იკითხონ საწვავი, განსაკუთრებით როცა დიზელის საწვავზეა საუბარი, რამდენად ყინვაგამძლე საწვავი არის და არ იყინება. სინოპტიკოსების ცნობით დაბალი ტემპერატურა საქართველოში 27 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. ისინი ხვალ მაღალმთიან რეგიონებში თოვლს, თბილისში კი თოვლჭყობს პროგნოზირებენ.